ჯერ ვნახოთ სიგნიფიკაცია მაქვს ინფორმაცია, რაზეც უნდა იყოს გაშლა, მაგრამ ვნახოთ სიგნიფიკაცია ჯერ რა ენერგიებში ადამიანი მოჩვენეთ. ორი არკანი წამოვიდა. კარგი მიცა. ოიმე შემოგევლეთ, თქვენ ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, სადაც არც იცის რა იქნება, ვერც გადის ამ სიტუაციიდან, ვერც შემოდის, ვერც გზას ხედავს, ან წინ წასვლის, ან უკან გასვლის, რა გააკეთოს არ იცის ადამიანმა, ემოციურ კრიზისშია და ძალიან ეძვირფასება მიწიერ დონეზე ეს სიტუაცია და ელოდება, აი შეიძლება მზად ხართ, რომ რამე ქმედება გააკეთოთ ამისთვის, რომ ანუ რაღაცა წინსვლა იყოს, მაგრამ როგორ არის, შეიძლება თქვენ ხართ ისეთ ენერგიებში, რომ თქვენ ელოდებით და ცოტა გაბრაზებულიც ხართ, რომ ძვირფასია ეს სიტუაცია თქვენთვის, მაგრამ არაფერი არ ხდება, მაგრამ თქვენი მეორე მხარე ამ გაბრაზების იქით თქვენგან დამოუკიდებლად რაღაცა ნაბიჯებს აკეთებს. ანუ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ერთ წუთში გაბრაზებული ხართ და მიწიერ დონეზე ბრაზობთ, ქმედებით სხვანაირად იქცევით, თქო თქვენც ვერ ხვდებით რატო ისთვის რანაირად. თუმცა ის ზუსტად იცით, რომ ეს ამ სიტუაციის გაშვება არ გინდათ, მიუხედავად იმისა, რომ გააქვთ საშუალება, რომ რაღაცა ახალი დაიწყოთ, მაინც არის სიტუაცია გეძვირფასებად და ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ ინფორმაცია, რომ რა იქნება, როგორ იქნება, ამაზე ბრაზდებით, შეიძლება წასვლაც კი დააპირეთ, მაგრამ გაბრაზების ფონზე, მაგრამ ვერ მიდიხართ, იცი? ვერ ანუ რო გითხრათ, რომ სხვა გზა არა გაქვთ, არა, გაქვთ, მაგრამ არ მიდიხართ, ვერ მიდიხართ, აი რაღაცნაირად და ამაზე ამ ყველაფერზე ნერვიულობთ ძალიან. არ იცით რა გააკეთოთ, როგორ დაეხსნათ ამ სიტუაციას და ხართ ამ ენერგიებში. სამყაროს გამოდი ესეთია ჩვენი გაშლა. გაშლას ერქმევა მოვლენა, რომელიც მოიჩქარის და ძალიან მალე უნდა შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. მოვლენა, რომელიც ასევე მაწვდიან ინფორმაციას ზემოდან, მოვლენა, რომელიც გარდაუვლად აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში. რა არის უახლოეს პერიოდში, უახლოეს მომავალში. აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მეუბნებიან მოვლენა, რომელიც აუცილებლად მოხდება ამ სიტუაციასთან დაკავშირებული. რა არის ეს მოვლენა? კაციგივე. ვაუ. როგორ? აი მე რა საცარია დაიცდეთ ერთსა. მე იცი რა მითხარით ახლა აქ როგორი სიტუაცია. ეს და ეს ერთი და იგივე ადამიანია. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეჭამე, ხო.
აქ მთელი ისტორია ჩამიშალეს. თქვენ მამაკაცზე ფიქრობთ, რომ ამ მამაკაცს ეს მამაკაცი გამოგიყო, ეს გამოიყვანს? კი. ეს მამაკაცი ამოვა თავის უჩინრობიდან, უყურე როგორი სიტუაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ კრიზისში ხართ, იმიტომ რომ ეს ადამიანი თითქოს გაკვირდებათ, არ მოქმედებს, მაგრამ გამოდიხართ ამ კრიზისიდან, აი ძალიან გახარებული მოვლენა ის შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომ გამოდიხართ ამ კრიზისული სიტუაციიდან ძალიან სწრაფად და გახარებული, გასუფთავებული, აი თითქოს უბედნიერესი, ხო ძალიან თავი გაქვთ ჩარგული და არაფრის იმედი აღარ გაქვთ. მაგრამ აი როგორც ახლად პირველად რო შეყვარებული იქნებით, ისეთი ემოციებით გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. ეხლა აქ რას მიშლიან? ამ მამაკაცისთვის თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ემოციები ძალიან ძვირფასია თქვენთვის, თქვენი თავიც და ამ ადამიანისადმი თქვენი გრძნობაც. თუმცა ფიქრობთ, რომ რაიმე ის არ იყოს, აი ცდუნება არ იყოს, რაიმე ასე ვთქვათ, ისეთი სიტუაცია არ იყოს, ეხლა რა ენერგიებშიც ხართ, რაც გეხვევათ და რაღაცა თავბრუს გახვევთ, გამიგეთ? ამიტომ ვერაფერს ვერ აკეთებთ, ხელფეხშეკრული ხართ, სხვათა შორის ამ ადამიანთან დაკავშირებით, აი ისეთ ნირვანაში ხართ, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეხლა უყურე აქ რა ხდება. თქვენ ელოდებით ამის ქმედებას და ცოტა არ იყოს ეჭვიანობთ კიდევაც ამ კაცზე. თვითონ ეს კაცი როგორ არის იცი, შეიძლება ამ კაცთან არაერთი გოგო, არაერთი ადამიანი ცდილობს ურთიერთობა დაიწყოს, დაუშვათ, თავის ემოციებს აწვდის და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ არ აწვდით, გამიგეთ? თქვენ არა, ანუ ფუჭია მათი ემოციები, რასაც ამ კაცს აწვდიან, არ აინტერესებს. თქვენ არ აწვდით, თქვენ ხართ როგორც იმპერატრიცა ამ ადამიანის თვალში, იმიტომ რომ თქვენ თქვენს ემოციებს დაკვირვების საფუძველზე გასცემთ და ეს ადამიანი ამას ხედავს, ოღონდ არ აგეუბნებათ. და თქვენც აი როგორ ხართ იცით, რაღაცა ისეთ სულელურად არ იქცევით, აქედან გამომდინარე. თქვენ ელოდებით ამ ადამიანისაგანაც რაღაცას. კარგი, გავიგე, მაგრამ ეს რა სიახლე შემოდის, ეს მაჩვენე, ეს გავიგე, ისტორია გავიგე. ეხლა მაჩვენეთ მოვლენა, კარგი, გამოდის, გავიგე, მაგრამ მაშინ მოდი ესეთი კითხვა დავუსვათ ტაროს. როგორ გამოდის, აი რა გაახარებს ამ ადამიანს ესე, გამოდის, გავიგეთ, მაგრამ რითია ეს ადამიანი ასე გახარებული? ამ კრიზისის შემდეგ რითია ესე გახარებული? ჩემო სიხარულებო. ნახეთ აქ რა ხდება. რითი ხართ იცი გახარებული? თქვენ თითქოს აი ისეთ კლანჭებში იყავით მოქცეული ამ ადამიანთან თუ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომ ვერ გამოდიოდით, აი ხო გითხარი, ვერ გამოდიოდით აქედან, ვერ თავისუფლდებოდით, აი ვერაფრით ვერ გამოდიოდით ამ გაჭედილი სიტუაციიდან და რა გაგახარებთ, იცით? გამოსვლა იმ მხრივ, რომ ცოტა გეშინოდათ კიდეც, იცით? რა, აი არ ვიცი, რა ისეთ რისკზე იყავით თუ რაღაცა, რომ გეშინოდათ. გაგახარებთ ის, რომ ეს ადამიანი გააკეთებს გულით არჩევანს თქვენზე. გულით არჩევანს. გამიგეთ, რომ შეგიძლიათ მიეყრდნოთ ამ ადამიანს. ოღონდ ეს ადამიანი ამ ყველაფერს ხო არ ამბობდა, დამალული იყო ეს ყველაფერი და აქ მოხდება ძალიან დიდი ცვლილება. ეს რასაც მალავდა, ამას გაგიმხელთ და ეს გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან. ღმერთო, მეოთხე მაღალი არკანი. თითქოს როგორ რაღაცა ძალა
კარმა მთავრდება, სრულდება საბოლოოდ კარმა. მოიცა ერთი წამი. აქ ამ ადამიანს ეშინოდა, რომ გრძნობების მორევში არ გადაჩეხილიყო და გამოფხიზლდება ეს ადამიანი, ანუ მაღალი ძალები, უკვე მაღალი ენერგიები აფხიზლებენ ამ ადამიანს, რომ ნუ გეშინია, გამიგე და აი ამ ხრივ გამოდის ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ დიდი ხნის განმავლობაში თქვენი ემოციებით უჩინრად ყვებავდით ამ ადამიანს, აჯამრთელებდით. აი, მე რა უცნაური გაშლა. და მიდიხართ მომავალში, ეს ადამიანი ბოლოს და ბოლოს გარისკავს და იმას იზავს, რა ქვია. ჯანდაბას რაც იქნება, სულ რომ გადავიჩეხოვო, მაინც კლდეზე ვდგავარო და იმას იზავს კი გარისკავს რა ამ ემოციებში შემოსვლას და იქ იწყება უკვე უბედნიერესი პერიოდი. ძალიან სასიამოვნო პერიოდი ვიღაცასთან მოხდება სერიოზული ურთიერთობის მსვლელობა. ოღონდ გარისკავს თვითონ არა, რაღაც ენერგეტიკული ფონი, მაღალი ვიბრაციული ენერგიები, იმიტომ რომ მაღალი არკანებია, მაღალი ძალები უკვე იმ ენერგიებში გადაიყვანენ, რომ აქ ეს ადამიანი ავტომატურად გადმოეშვება ამ სიტუაციაში, რაც ვისაუბრეთ. და თქვენ მიიღებთ იმ სერიოზულ დამოკიდებულებას, რასაც ელოდებოდით, კი. კი, ხო გეუბნები თქვენ აქ რაღაცას არ ყვევდით ბედის წერასთან დაკავშირებით, შეიძლება ამ ადამიანთან მიმართებაში დახურეთ კიდევაც რაღაც საკითხები, მაგრამ მაინც არ ყვევდით, გაინტერესებდათ და რატო არ წყვიტავს ბედი თქვენ კავშირს, გამიგეთ და ეს არის რა ქვია. მიიღებთ რა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგით, კიდე მოჩვენეთ რაღაც უცნაური გაშლა არის, არ ვიცი ვისია. მაჩვენეთ რით გაახარებ სამყარო კი არა და ხო ალბათ ეგუნა მithვა რით გაახარებ სამყარო ამ ადამიანს და ასევე მოვლენა რომელიც უახლოეს პერიოდში უახლოვდება აუცილებლად აი მაგ ადამიანს სიგნიფიკაციაში ვინც არის. სასიხარო მოვლენა უახლოვდება. მამაკაცი როგორც იქ იყო. მამაკაცისგან შეტყობინება, რომელიც იქნება სერიოზული და რომელიც ძალიან გაგიხარდებათ იქნება მომავალზე მიმართული შეტყობინება, იმეთი რა დავამატო, თანაცხოვრება დაიგეგმება თქვენ შორის ასევე. რჩება თქვენთვის სამყაროსგან. ნუ ნერვიულობთ ამ კაცთან დაკავშირებით, რადგან ის ხმას არ იღებს, არ ინერვიულოთ და აი ქაოსური ფიქრები რო ვერ გადიხართ აბლაბუდაში რო გაიჭედება ადამიანი ისეთ მდგომარეობაში ხართ ახლა, მაგრამ გამოხვალთ ჩემო სიხარულებას, სამყარო გეუბნებათ რომ არ ინერვიულოთ ამ კაცისთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ეს შენთან მოვა ძალიან მალე აღიარებით გამოვა კომუნიკაციაზე და გადმოდგავს ნაბიჯს, ოღონდ ეს იქნება სერიოზული პასუხისგებლიანი ურთიერთობა. თქვენ არ გეგონოთ რომ მხოლოდ აქ რაღაც სექსუალური თემები და ასე შემდეგ არის, არა. ასე რომ გისურვებთ ამ ყველაფერს და გელოდებით კომენტარებში სულ მალე ეს რომ მოხდება, იმიტომ რომ ეს აუცილებლად მოხდება, ეს ისეთი გაშლა და ისეთი ინფორმაცია იყო, მე ვგრძნობ, რომელიც მართლა მალე მოხდება და რომელიც ცოტა მერე. ეს ამბავი მოხდება ძალიან მალე და მე ველოდები არ დაგავიწყდეთ სამყაროს ამ სახით რომ მოხდება,
გადაუხადეთ. მადლობა იმ მხრივ, რომ დაწეროთ ან კომენტარში, ან პირად შეტყობინებაში უკავშირი მოახდინოთ ჩემთან, რასაც მე თქვენ გისურვებ მთელი სულით და გულით. ძვირფასო ქალბატონებო, გემშვიდობებით, შევხვდებით ძალიან მალე.